უფრო მეც გვეტყვის ნინი გოგიშვილი, ის შანხაიდან გვერდდება პირდაპირ ეთერში. ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა უკვე შედგა ჩინეთის პრემიერმა ალი ციანმა ჩვენი ქვეყნის მთავრობის მეთაურს ირაკლი კობახიძეს პირადად უმასპინძლა სწორედ მისი მიწვევით იმყოფება საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შანხაიში გაფართოებულ ფორმატში ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავება ასევე ჩინეთის პრემიერს მადლობა გადაუხადა იმისათვის რომ მიიწვია ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე. მათ შორის თავის მხრივ ალი ციანმა მზადყოფნა გამოთქვა იმისათვის, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა უფრო მეტად გაღრმავდეს როგორც სავაჭრო-ეკონომიკური, ისე ხალხთა შორისი ურთიერთობების მიმართულებით. საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება ურთიერთპატივისცემის თანასწორობისა და თანამშრომლობის პრინციპებზე დაყრდნობით. ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე უռყევ ერთგულებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების კუთხით. საქართველო მხარს უჭერს ერთი ჩინეთის პრინციპს და ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას. ეს მეგობრობა და ურთიერთგაგება ბუნებრივად აისახა ჩვენს ქვეყნებს შორის დინამიურ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ჩინეთის საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორების ოთხეულშია. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორმხრივი ვაჭრობის ზრდას. საქართველოს ექსპორტი ჩინეთის მიმართულებით საგრძნობლად გაიზარდა. ასევე სასიხარულოა ტვირთბრუნვის მზარდი ტენდენცია. 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ჩინეთიდან და ჩინეთში შუა დერეფნით საქართველოს გავლით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 70.6%-ით გაიზარდა. ჩვენ მზად ვართ გავაღრმავოთ თანამშრომლობა საქართველოს გავლით ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანსპორტო ნაკადების კიდევ უფრო ზრდის მიზნით. ამ მიღწევებზე დაყრდნობით ინვესტიციების სფერო რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს. 2025 წლის პირველი ორი კვარტლის განმავლობაში ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 7.53 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც 229%-ით მეტია წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. ჩვენ გვჯერა, რომ ეს პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ეკონომიკურ პარტნიორობას. ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ცენტრალურ საყრდენს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა ვაჭრობასა და კულტურულ ურთიერთობას. საქართველო როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი მზად არის გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან რეგიონული დაკავშირებადობისა და ვაჭრობის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პოზიტიური დინამიკა და მაღალი დონის ურთიერთობები გაგრძელდება და კიდევ უფრო გამტკიცდება, რაც კავშირების გაღრმავებისა და ჩვენი ხალხების გრძელვადიანი კეთილდღეობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას ადასტურებს. მადლობას გიხდით საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობისთვის. საქართველო გამოფენაში საპატიო სტუმრის სტატუსით წელს პირველად მონაწილეობს და ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ქართული პროდუქციის წარმოსაჩენად. დარწმუნებული ვარ, ქართული კომპანიები გამოფენაში მონაწილეობის შედეგებს მალე იხილავენ. ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობის შედეგად ორმხრივი ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება. 2023 წელს ჩვენმა ქვეყნებმა დაამყარეს სტრატეგიული პარტნიორობა და მას შემდეგ სხვადასხვა სფეროში ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება. ჩინეთის საქართველოს მადლიერია გულწრფელი მეგობრობისთვის. ჩვენი სურვილია გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან, გავაფართოვოთ პრაქტიკული თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს. პრემიერ-მინისტრების შეხვედრამ უზრუნველყო, რომ ორ ქვეყანას შორის არაერთი მემორანდუმი გაფორმებულიყო სამინისტროებს შორის, რათა სექტორული მიმართულებებით ურთიერთობები უფრო მეტად გაღრმავდეს. მემორანდუმები გაფორმდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის, მათ შორის განახლდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ქართული პროდუქტები უფრო მეტად მასშტაბურად გავიდეს ჩინურ ბაზარზე. სამუშაო ვიზიტი შანხაიში გრძელდება. საქართველოს დელეგაცია ქართულ კომპანიებთან ერთად ხვალ უკვე გახსნის ცერემონიაზე მიიღებენ მონაწილეობას, სადაც გაიხსნება ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენა.